თუ ცენტრალურ კანალიზაციასთან წვდომა არ გაქვს, ერთი საინტერესო ამბავი მინდა გიამბოთ ჩემი პირადი გამოცდილებიდან. თან არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი. შენი აზრით რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ და ამ კეთილ მოწყობილ სახლებს? ერთი შეხედვით არაფერი, თუმცა ორივეს რეალურად ჰქონდა საკანალიზაციო პრობლემა. უფრო კონკრეტულად კი იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ ბეტონის კუსტარულ ჭას, თან ერთს კი არა სამსამს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან არაკომფორტულია, გიწევს ასინიზატორის მანქანის დაქირავება, ხარჯავ დროს, ფულს, გაწუხებს უსიამოვნო სული და რაც ყველაზე საგანგაშოა, მსგავსი ჭები აზიანებენ ნიადაგს. რა თქმა უნდა, როგორც კი დაგვიკავშირდნენ, იმავე დღეს მივედით ობიექტის შესასწავლად. აღმოჩნდა, რომ მიწა სრულიად კალმატირებული იყო და დაკარგული ჰქონდა შეწოვის ფუნქცია. ყველაზე მეტად იმან გაგვაუცა, რომ ამ ეზოში ესეთი სამსამი ჭა ვნახეთ. ბევრი ფიქრი არც იყო საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. ერთ დღეში სამწლიანი პრობლემა მოაგვარეთ ბიოგამწვენდი დანადგარების დამონტაჟებით. რაც ყველაზე მთავარია, ასინიზაციის მანქანებში და ჭებში გადასახდელი 9 წლის ხარჯი საკმარისი აღმოჩნდა ამ გრძელვადიანი ინვესტიციისთვის. თუ შენს გაწუხებს საკანალიზაციო პრობლემები, დაგვირეკე და გეხმარებით დანადგარის შერჩევაში და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე დაგიმონტაჟებთ.